Asta ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით საპატრიარქოს თემას და შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ კათოლიკოს პატრიარქი გამოეხმიანა პატიმართა წამების ფაქტებს ილია მეორემ საზოგადოებას ყლდანის მერვე საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი სპეციალური კომისიის შექმნისკენ მოუწოდა. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში ეს კომენტარი. იმედა დარსალია გვერდობა პირდაპირ ეთერში იმედა გისმენთ. ზუსტად 5 წუთში საპატრიარქოს ეზოში სამთავრობო მანქანები შევიდნენ. ერთი რას დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, აქ იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოსო თოფურიძე, ასევე დათა ახალაია და ჩემი ინფორმაციით ამ წუთებშიც უნდა იყოს ქალაქის თბილისის მერი გიგი უგულავა. ისინი ამ წუთებში აქ იმყოფებიან და ასე ვთქვათ, ეს ვიზიტი უკავშირდება პატრიარქთან, ეს ვიზიტი უკავშირდება პატრიარქის განცხადებას. ახლა რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, მე ამას თავიდან ბოლომდე გთავაზობ. ჩვენ უკვე მივმართეთ სრულიად საქართველოს. გუშინ და დღეს ვრცელდება შემორწმუნებელი ფაქტები, რაც ხდება ჩვენს ციხეებში. ჩვენ გვმობთ ამას და მივმართავთ საზოგადოებას, რომ შეიქმნა სათანადო კომისია, რომელიც გამოიძიებს ამ ფაქტებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაცული იყოს პატიმრების უფლებები. ჩვენ ძალიან წუხვალთ, რომ საქართველოში ხდება მსგავსი ფაქტები. გეტყვით, რომ სოსო თოფურიძემ რამდენიმე წუთის წინ დატოვა საპატრიარქოს ტერიტორია. იმედა დარსალია საუბრობდა საპატრიარქოდან პირდაპირ ეთერში. მადლობა იმედა, ჩვენ კი განვარძობთ რა მოშობა.